ამან ჩამოვედით შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ძამის ხეობაში. პირველი ადგილი, სადაც მე მოვედი, საბერიოს მამათა მონასტერია. საბერიოს მონასტერი გაბრიელ მცირის სახელობისაა. მღვდელმონაზონი გაბრიელი მოწამეობრივად აღესრულა. ის ლეკებმა მართლმადიდებლური სარწმუნოების გამო მოკლეს. ტაძარი 2 წელია რაც აშენდა. დღესდღეობით აქ 3 მამაო და 1 მორჩილი მსახურობს. საკვებს ისინი თავად მიწის დამუშავებით მოიპოვებენ. ასევე ცხოველების პატარა ფერმაც აქვთ. ბერების ყოველდღიური ცხოვრება ჩემთვის წარმოუდგენლად რთულია. მათი ყოველი დღე დილის 4 საათზე იწყება. 4 საათზე ვიწყებთ ლოცვას, ცისფრის ლოცვა არის. ნელი ლოცვის მე ცოტა ხანი ვიხსენებ, შემდეგ ტრაპეზი გვაქვს. დღის განმავლობაში რაც გვექნება საქმე გასაკეთებელი, მიცავს ვამუშავებთ. შეიქნება თუ რაღაც, რაც გვექნება მონასტრში საჭირო საქმე იმას ვაკეთებთ. საღამოთი ისევ ლოცვა არის. შრომა და ლოცვა ერთმანეთთან შეცვლილად. მეწყერი გამოვიდა, წყალდიდობა მოხდა აჭარაში და იქიდან ჩამოასახლეს აჭარელი მოსახლეობა, მუსულმანები. და ძალიან ახლო არიან ახლა თვითონ მონასტერთან, გვერდში გვიდგანან. რამდენიმე მოინათლა. და დაინტერესებული არიან და პატარა თაობა უფრო ინათლება რა ახალგაზრდების შედარებიდან. ნანელა იმ მშობლებიც თუ მოინათლებიან და მოტრიალებიან ძალიან კაი იქნება. ხეობა არის, ძამის ხეობა ძველი აბრეშუმის გზა თანდიოდა ამ ხეობაზე. ძალიან ბევრი ისტორიული ძეგლები არის, ან ძორეთის ციხე შეიძლება გამოიარეთ, იქნიათ საუკუნის ტაძრები არის. ეხლა აღოდგინეთ რამდენიმე დანგრეული იყო. არ არის ხომ მაინც კაცრი პირობები. ერთ-ერთ ყველაზე დიდ მდინარეს, რომელიც ხეობაში მოედინება, ძამის წყალი ქვია. სათავეს 2140 მეტრ სიმაღლეზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთიდან იღებს. მდინარე ქარელთან მტკვარს უერთდება. ადგილის სახელიც ძამის ხეობა, სწორედ აქედან მოდის. ხეობაში მრავალი საუკუნის წინ აშენებულ კოშკებსაც შეხვდებით. მათ ძველ დროში საინფორმაციო დანიშნულება ჰქონდა. აქედან შემოსული მტერი კარგად ჩანდა. ასეთ დროს ცეცხლს ანთებდნენ, რომელსაც მეორე კოშკზე დაინახავდნენ და თავადაც იგივეს აკეთებდნენ. ამ ადგილების დათვალიერების შემდეგ გეზი ქოზიფას მონასტრისკენ ავიღეთ. დანიშნულების ადგილამდე მანქანით ვერ მივედით, მოკლედ და ეხლა ვეცდებით გავიდეთ. დიდი თოვლია ძალიან. ქოზიფაში მონასტერი მე-6 საუკუნიდან ფუნქციონირებს. ტაძარში წირვა ყოველდღე აღესრულება. სიტყვა ქოზიფა ებრაულად ნაყოფიერებას ნიშნავს. მონასტერში იქ მოღვაწე წმინდა მამების საძვალეა. იქ მათი თავის ქალები და სხვა წმინდა ნაწილები ინახება. მონასტერში არის დაცული სიწმინდეები და აღმოჩენილი სიწმინდეები. აქ მოღვაწე ბერების თავის ქალები და
მათი ძვლები და წმინდა ნაწილები, რადგან იმათი სიწმინდე ჩანს მათი შუბლიდან გამოსახული ჯვრებიდან და ასევე იმ ჯვრებიდან, რომელიც სამღვდელო ხარისხს მიანიშნებს და მათი სიწმინდე ჩანს იქიდანაც კიდემ რომ ვერი როდესაც გარდაიცვლება ეს არის ათონური წესი, მას კრძალავენ და ერთი წლის შემდეგ ასვენებენ ძვალშეც არაკში და იმის სულიერ მდგომარეობას თუ სად იმყოფება სული არჩევენ ფერის მიხედვით და ჩვენ მონასტერში არსებული ფერების ძვლები და თავის ქალები მიანიშნებს იმას, რომ ისეთი ფერის არის, რომელიც სიწმინდესთან არის დაკავშირებული. როგორც იქ მყოფმა მამაოებმა გვიამბეს, ბევრ თავის ქალას ძალადობის კვალი ეტყობა. არის ვარაუდი, რომ ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ. საძვალე შუა საუკუნეებიდან არის, მაგრამ ზუსტად არ ვიცით თუ ვინები იყვნენ და მათი ვინაობა ცნობილი არ არის, რადგან ქოზიფა 3 საუკუნის განმავლობაში სრულიად უფუნქციო იყო და დანგრეული. შემდგომ ქოზიფის აღმოჩენისა და გაწმენდისას აღმოჩნდა ეს საძვალეც. და უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველა ერთი პერიოდის არ არის. საძვალეში ყოველ შაბათს აღევლინება წირვა. თოვლის გამო ჩვენ ზამის ხეობაში კიდევ ბევრი საინტერესო ადგილის დათვალიერება ვერ მოვახერხეთ. ჩემი თავგადასავალი დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივა და გავიყინე, მაინც გული მწყდება, რომ ტოვებ აქაურობას, თუმცა თან წარუშლელი შთაბეჭდილებები მიმაქვს.